შემოგვიერთდა სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მომსახური სამხედრო მოძღვარი დეკანოზი გიორგი ბერაძე. დილომშვიდობისა, მამა გიორგი. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ უწევისთვის. დიდ მარხვისთვის ვემზადებით და მნიშვნელოვან საკითხებზე ვცდილობთ რომ ვისაუბროთ და ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს სულის უკვდავება და როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებზე და მათ მოხსენიებაზე. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა. პირველ რიგში რომ განვმარტოთ და შევახსენოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს, ვიცით რომ სული უკვდავია, რაში მდგომარეობს სულის უკვდავების არსი რომ განვმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლისთვის. დიახ, ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი არის, მით უმეტეს დიდ მარხვაში, სანამ დიდ მარხვაში შევალთ და ასე ვთქვათ მონაკვეთში კალენდარულად უკვე დავიწყებთ ცხოვრებას, მანამდე ვიცით რომ ხორციელი შაბათი უკვე არის მიცვალებულთა ხსენება, ხოლო დიდ მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე კვირა, ყოველი შაბათი ასევე არის მიცვალებულთა ხსენების დღე. ეს შემთხვევითი რა თქმა უნდა არ არის, რადგან ჩვენ გვევალება რომ არა მარტო ცოცხალ მოყვასებს ვემსახუროთ, არამედ გარდაცვლილებსაც ეს არის ეკლესიის ტრადიცია, მათთვის ლოცვა და მათთვის, ესე იგი, ევქარისტიული ერთობის ჩატარებისას მათი მოხსენება და მათ სახელზე ნაწილის ამოღება. მაგრამ ამასთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი უნდა განვმარტოთ ალბათ, რადგანაც ბევრისთვის ეს არ არის ხოლმე მაინდამაინც გასაგები და თავისთავად სულის უკვდავება არის ნებისმიერი ქრისტიანისთვის ამბოსავალი წერტილი და ასევე უმთავრესი არის საყოველთაო აღდგომა. ანუ ეს ორი უნდა გაიაზროს ქრისტიანმა. ჩვენთან ისე ხდება ხოლმე საზოგადოებაში, რომ ძირითადად მხოლოდ გარდაცვალების შემდგომ მდგომარეობაზე არის აქცენტი და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ სული უკვდავია, სხვადასხვა არიან ოპონენტები, არამართლმადიდებლები, ძირითადად უფრო არის დენომინაციები, რომლებიც ამბობენ, რომ სული არ არის და პირდაპირ მოხდება საყოველთაო სამსჯავრო, რაც არასწორია, ძალიან ბევრი მითითება გვაქვს წმინდა წერილში, რომელიც გვესაუბრება სულის არსებობაზე, მაგალითად იგავ იმდიდრასა და ლაზარეზე, ასევე თავად მაცხოვრის სიტყვები, ესე იგი სახარების ბოლოს, როდესაც ის ავაზაკს ეუბნება, რომ დღეს ჩემთანა იყო სამოთხეში, ასევე როდესაც მოციქული განკურნებს ჭაბუკს, რომელიც გადავარდება ფანჯრიდან და ეტყვის, რომ სული მისი მისთანა არის. ანუ სული, რა თქმა უნდა, უკვდავია, რა თქმა უნდა, გარდაცვალების შემდეგ ადამიანი არ იძინებს, არ ქრება და ამავდროულად სულის უკვდავი მდგომარეობა, სანამ იქნება მეორედ მოსვლა, ეს რა თქმა უნდა ცოტა რთული თემებია, ასე ვთქვათ, ზოგადი მსმენელისთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საყოველთაო აღდგომა არის, ასე ვთქვათ, საბოლოო დანიშნულება ყველასი, ანუ გარდაცვალებაც ეს არის დროებითი მდგომარეობა. ჩვენ აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ჩვენთვის საყოველთაო აღდგომა, ანუ მეორედ მოსვლა და საყოველთაო სამსჯავრო და გარდაცვალება არის ერთი წერტილი, ანუ რეალურად ადამიანის ზრუნავს ემზადება და როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა შესაბამისად, მთავარია რომ ამისთვის შესაბამისად ვემზადებოდეთ და რა თქმა უნდა გარდაცვლილებს ვიხსენიებდეთ. რატომ არის აღნიშნეთ, რომ არა მხოლოდ ცოცხალი მოყვასისთვის, არამედ გარდაცვლილებისთვისაც უნდა ვიზრუნოთ თავისთავად, თუმცა არა მხოლოდ ამ დიდ მარხვის სამშაბათს, არამედ ყოველთვის არის საჭირო მათი მოხსენიება, ხომ თავისთავად და რომ ვისაუბროთ ასევე იმაზე, ჩვენი ლოცვა, ჩვენი ეს ყურადღება, ჩვენი გარდაცვლილების მიმართ როგორ მოქმედებს და რაში ეხმარება გარდაცვლილთა სულებს. დიახ, ჩვენ, რა თქმა უნდა და კარგი შეკითხვაა, ჩვენ არ ვიცით ადამიანის ასე რომ ვთქვათ, სამკვიდრებელია გარდაცვალების შემდეგ, არ ვიცით ადამიანი რა მდგომარეობაშია. არსებობს ძალიან ბევრი წმინდა მამის სწავლება, რომელიც მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით, ჩვენ არ ვიცით ცხონდების თუ არა და არ ვიცითო ჩვენი საქმეები დაეწია თუ არაო ჩვენს მართლაც არის უცნაური შედარება მოყავს თქოს ერთ შეხედვით ჩვენ ვიცით რომ საქმეებით ვერ ცხონდებით წმინდა მარკოზ ეფესელი გვასწავლის მაგრამ ამავდროულად გარკვეული გაგებით ქმედებები ჩვენგან საჭიროა და ჩვენ არ ვიცით სიცოცხლეში მოვასწრებთ თუ არა ამ ყველაფერს და ღვთის იმედზე ვართ და ღვთის იმედზე ვართ ჩვენ და როდესაც გარდავიცვლებით ჩვენ საკუთარი თავისთვის ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთ და აქ შემოდის უკვე მოყვასის მხრიდან ჩვენი მსახურება და აი სხვადასხვა ჩემთვის პირადად არის ხოლმე მაგალითი მოყვასის მსახურების, როცა ადამიანი უძლურია გახსოვთ განრღვეულის განკურნება, როცა მეგობრებს მიყავთ მათ ცხოვართან სახურავს ახდიან სახს და
და მეგობრებს მიყავთ მაცხოვართან. ახლა ესე პირდაპირ მიცვალებულთა მოხსენებაზე არ არის აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ცოცხალი ადამიანია, მაგრამ როცა ადამიანს უკვე ნებელობა აღარ აქვს, ანუ აღსრულებულია და უკვე მისი ცხოვრება დასრულებულია, ის უკვე ვეღარ იმოქმედებს, ასე რომ ვთქვათ. აქ, როგორც იმ ეპიზოდში არის, აქაც ერთმანეთის ზრუნვით ვახერხებთ, რომ გარკვეული გაგებით მათ შევეციოთ. და თავად უფალმა დააწესა ეს ვიღაც სიტყვის და განსაკუთრებით არამორწმუნე ადამიანები, რომ რაში ჭირდება ჩვენი მოხსენება უფალმა განათავად არ იცის, ვინ აცხონოს, ვინ არ აცხონოს, ანუ ჩვენს გარეშე ვერ შეძლებს. საქმე ეს არ არის, საქმე არის პირველ რიგში ის ევქარისტიული ერთობა, ჩვენ ვიცით, როდესაც ნაწილს ამოვიღებთ ნებისმიერი კუთხით ასევე მიცვალებულთა სახელზე, ის ერთიანდება, ასე ვთქვათ, უკვე ბარძიმში და ერთიანი ზეციური და მიწირი ეკლესია დგება. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შევასრულოთ როგორც ქრისტიანობა და ამავდროულად მათზე ზრუნვით ჩვენ თავზე ზრუნავთ. იმიტომ რომ ეს ერთობა და ერთმანეთის მსახურება არის ქრისტიანის მთავარი დანიშნულება. დიახ, აი კონკრეტულად დიდ მარხვაში მიცვალებულთა მოხსენიების წესებზე რომ ვისაუბროთ, მამა გიორგი და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და განვმარტოთ რა წესებზეა საუბარი კონკრეტულად და რა უნდა გაითვალისწინოს მრევლმა საზოგადოებამ ადამიანმა კონკრეტულად დიდ მარხვის პერიოდში. დიახ, ნუ ესე განსაზღვრული წესები, რომლებიც სხვა დროს არ არის რეალურად გარდა ამ პანაშვიდების არ გვაქვს, უბრალოდ რა თქმა უნდა ვეცადოთ, რომ მიცვალებულთა მოხსენების დღეებში მივიტანოთ საკურთხე ეკლესიაში, ზოგადად დავესწროთ მსახურებას და რა თქმა უნდა თავისთავად ასევე ეკლესიებში არის ტრადიცია ეგრეთ წოდებული 40-დღიანი მოსახსენებლის. თუმცა ყველგან არ არის ეს ტრადიცია, მაგრამ ესეც გარკვეული გაგებით ემსახურება მიცვალებულთა მუდმივ რეჟიმში მოხსენების პრაქტიკას. ზოგადად ჩვენ უნდა რაღაცნაირად გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომ ეპიზოდური იყოს ჩვენი სულიერი ცხოვრება. აი ხშირად ამასთანაც გქონდა მრევლთან საუბარი, აი რაღაც ეპიზოდის პერიოდის განმავლობაში მოვინდომებთ, ლოცულობთ, მარხულობთ, შემდეგ საერთოდ ვიკარგებით, შემდეგ ეს ეპიზოდურობა სულიერი ცხოვრების არის უშედეგო საბოლოო ჯამში. მცირე შედეგი შეიძლება იყოს, მაგრამ უშედეგოა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ უნდა ვეცადოთ, რომ მარხვის გარდაც იგივე პრაქტიკა გქონდეს, უბრალოდ მარხვაში უფრო ინტენსიურია ეს ყველაფერი. და თავისთავად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდ მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე კვირას უნდა ვეცადოთ, რომ მათთვის ვთქვათ, ვილოცოთ, მოვიტანოთ საკურთხი, დავესწროთ პანაშვიდს, მაგრამ უმთავრესად თავად ვიყოთ ჩართულები მსახურებაში. რადგანაც ჩვენი ჩართულობის გარეშე ესეთი პრაქტიკა არის და მეც თავისუფლებას მივცემ და გავაჟღერებ პირდაპირ ეთერში, რომ როდესაც მოდიან ადამიანები, მოაქვთ მოსახსენებელი, ამ დღეებში ხდება ხოლმე ძირითადად, ასევე ხორციელის შაბათს, მოაქვთ ხოლმე მოსახსენებლები, მეზობლების, ნათესავების, თანამშრომლების და ჩვენ ვიხსენიებთ, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის მოვიხსენიებთ რა რაოდენობის მოსახსენებელიც არ უნდა შემოვიდეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის თანამონაწილეობის ფაქტორი. ანუ თავისთავად მოხსენება მოხდება, მაგრამ ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ თავისი მიცვალებული მოიხსენიოს, ეს მის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. არ არის ისე რომ მამაო, შენი ლოცე ჩემი მიცვალებულისთვის. აი იგივე ხდება მაგალითად სახლის კურთხევის დროს. ადამიანი სახლს აკურთხებს, შეიძლება ესე ხდება ხოლმე მოძღვრები დამეთანხმებიან, შენ იწყებს სახლის კურთხევის მსახურებას და საერთოდ ზოგს ტელევიზორი აქვს ჩართული, გასულები არიან იქ, რაღაცას აცხობენ, გვახსენდება სახარებისეული იგავი, ხო? იგავი არა ბუდიში ამბავი მაცხოვრისა, რომ მართა ზრუნავ და შფოთხარ მრავლისათვის, აქ ერთი არ სახლი. ხო და ესე არ უნდა დაგვემართოს, უნდა ვიცოდეთ და დავსახოთ პრიორიტეტები. და ამიტომაც მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი უშუალო მონაწილეობა უნდა გვახსოვდეს მოხსენებისას და არა უბრალოდ მოძღვარს და ეკლესიას გადაულოცოთ ეს ფუნქცია და ჩვენ უბრალოდ გვერდზე გავდგეთ. ვინაიდან უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც გვასწავლის უფალი ვიზრუნოთ მოყვას, ხომ თავისთავად ყველაზე უმთავრესი რაც არის, როგორც სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ. ასევე ძალიან საინტერესო იქნება, მამა გიორგი, თუ ვისაუბრებთ იმ საკითხზე. გარდაცვალების შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანი არის ლოცვაზე ვისაუბრეთ, ხო? ასევე, როდესაც გასცემენ ხოლმე გარკვეულ ნივთებს, კეთილსაქმეებს აღასრულებენ მის სახელზე, ამაზეც ვისაუბროთ, ეს რეალურად არის თუ არა საშუალება იმის, რომ მათ სულებს შევეწიოთ.
დიახ, ზოგადად აი ჩვენ ვახსენეთ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ეს არის ერთობით ცხოვრება, ანუ ერთობაში არის ქრისტიანი რეალიზებული ყოველთვის და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი სათნოება, ნებისმიერი სიკეთე, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვაკეთებდეთ ქვის მადლით ისევ, აუცილებლად შეეწევა ჩვენს მიცვალებულებს. რა თქმა უნდა არის პირდაპირი გზები ჩვენი გარდაცვლილების მოხსენებისთვის, რომლებიც პირველი საუკუნიდან არსებობს, ხო, ეს არ არის რაღაც შემდგომი დანამატი, როგორც ამას ოპონენტები გვედავებიან, მაგრამ ამის გარდა ადამიანს აქვს ირიბი გზებიც იმისთვის, რომ შეეწიოს თავის გარდაცვლილ თუ ცოცხალ მოყვასაც. ცოცხალ მოყვას როგორ ვეწევი? ჩვენ ვეწევი ჩვენი მაგალითით, ჩვენი როგორც სახარებაშია, ხო? სასანთლე უნდა იყოს, უნდა დაიდგას ისეთ ადგილას, რომ სხვებს გაუნათოს. ღვიმირსა ქვეშე კი არა, საწულის ქვეშ კი არ უნდა იყოს, არამედ ყველას უნდა გაუნათოს და ჩვენ თუ ეს შუქურა ვიქნებით, მადლის მატარებლები ვიქნებით, უკვე შევძლებთ, რომ იმ ადამიანებს გაუნათოთ გზა ამ ქვეყნად იქნება თუ იმ ქვეყნად, ვინ ჩვენგან ლოცვას ელის. ამავდროულად ეს რა თქმა უნდა მოხსენებას არ ნიშნავს პირდაპირი გაგებით, მოხსენება მაინც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ქმედებები აუცილებლად იმოქმედებს ჩვენი ესე ასწავლის ეკლესია, ჩვენი გარდაცვლილი სულების იმ ქვეყნიურ ხვედრზე, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც რა თქმა უნდა უფალი განსაზღვრავს, ეს რამე ავტომატური ამბავი არ არის. ამასობაში აი პირდაპირ გვასწავლის ეკლესია, რომ მოწყალების გაცემა მათ სახელზე. დიახ. სიკეთის კეთება განსაკუთრებით ეს ხდება ხოლმე ისეთ გარდაცვლილებზე, ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომლებსაც გადაუშვათ წესი ვერ აიგო, როგორებიც არის თვითმკვლელები მაგალითად, ან ეკლესიის მგმობარები, ან ასე შემდეგ. ან ასევე მოუნათლავი ადამიანები, ვინც ფიზიკურად, ოფიციალურად, ვისაც ეკლესია ვერ იხსენიებს, მათ სახელზე უბრალოდ მოწყალების გაცემაც კი არის კარგი ეკლესიის სწავლები. ჩვენ არ ვიცით ამით კონკრეტულად რითი შევეწევით, მაგრამ ეკლესია ესე გვასწავლის და ჩვენს ამ დროს ღმერთს მივენდობით და ვცდილობთ, რომ თავი ჩვენი დავდოთ მოყვასისთვის და შევიყვაროთ მოყვასი, ვისაც და თავისთვის და თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ მარტო ცოცხალი მოყვასის მსახურება არ გვევალება. გარდაცვლილი მოყვასიც ისევე საჭიროებს ჩვენგან შეეწინოს, შეიძლება უფრო მეტადაც, რადგანაც მას უშუალოდ ასე ვთქვათ, თავისუფალინების აღსრულების და რეალიზების საშუალება უკვე აღარ აქვს. დიახ. აი, მამა გიორგი, არის სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ადამიანს გარდაეცვლება ოჯახის წევრი და ამის შემდეგ რაღაც გარკვეული გულისტკივილი, გულისწყრომა აქვს ხოლმე სულიერი მოძღვრით და ზოგადად ეკლესიის მიმართ. დროებით ბუნებრივია მორწმუნის შემთხვევაში თუ ვსაუბრობ და სამწუხაროდ თუ მოხდება ასეთი შემთხვევა, ბუნებრივია ამ თემას განვიხილოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მნიშვნელობა რომ განვიხილოთ და შევახსენოთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს მიცვალებულთა სულისთვის რომ ილოცოს ადამიანმა ეს რამდენად მნიშვნელოვანია რომ არ დაივიწყოს არასდროს არის სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები არაერთი თან ჩვენს რეალობაში რომ თითქოს აღარ სჭირდება მიცვალებული სულს მოხსენიება თითქოს ეკლესიასთან ურთიერთობა დაივიწყა განერიდა განეშორა ადამიანი ეკლესიას იმის შემდეგ რაც ოჯახის წევრი გარდაეცვლება აი ამის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ რომ აუცილებელია ახალ გარდაცვლილის მით უმეტეს აი 40 დღის პერიოდში ლოცვების კითხვა რომ მოიხსენიოს საკუთარი მიცვალებული. კარგი საკითხია. უბრალოდ აქ ორი ძირითადი პრობლემა არის ხოლმე რაც შემოგვედრია. ერთი არის რაც თქვენ ახსენეთ რომ ადამიანი პირობითად სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, აღსარებას ამბობს, ეზიარება, ანუ ევქარისტიული ასე ვთქვათ ერთობის ნაწილია, ეს არის ერთ შემთხვევა. და შემდეგ ადამიანი გარდაეცვლება ახლობელი და უფრო მომეტებული მონდომების მიუხედავად გადის ეკლესიიდან ეს ერთი შემთხვევაა. და მეორე შემთხვევა არის პირიქით, როდესაც ადამიანი არ არის ეკლესიური, გარდაეცვლება ახლობელი და ამის შემდეგ ხდება ეკლესიური და ესეც დროებითი აღმოჩნდება ხოლმე. ორივეს მიზეზი არის ერთი, ეს არის მცირედი მორწმუნეობა. მცირედი მორწმუნეობა არ არის ურწმუნოება. ჩვენ სახარებაში გვაქვს ეპიზოდი, როდესაც პეტრე მოციქულს მაცხოვარი ეტყვის, რომ მცირედი მორწმუნეო, რა ისე შეორგულდი, როდესაც გვახსოვს ტალღებში ჩაძირვას იწყებს პეტრე. პეტრე არ არის ურწმუნო, ურწმუნო ადამიანი წყალზე ვერ გაივლის. მაგრამ ის არის მცირედ, მას შეეპარა ეჭვი, შეხედა ქარიშხალს, შეხედა ღრუბლებს, როგორი წვიმა იყო, როგორი ხელვა იყო, ჩვენც ესე ვართ, ჩვენ რეალობას ოდესაც უყურებთ, წავაწყდებით იმ რეალობაში აი ბერი იოსებ ატოპედელი საოცარ სიტყვებს ამბობს, რომ ოდესაც გექნება განსაცდელი და ქარიშხალი, ზუსტად მაშინ გამოჩნდება შენი რწმენის ნაყოფი. ანუ რა ნაყოფი გაქვს? სანამ შვიდობა არისო, მანამდე ზარჩანს. და სამწუხაროდ ეს გარდაცვალება არის ხოლმე გარდამტეხი წერტილი.
თქვენ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, ალბათ ეს ყველაზე ცუდი შემთხვევა იქნება, რადგანაც ადამიანი წესით უკვე შემზადებული უნდა იყოს იმისთვის, რომ სიკვდილს შეხვდეს ჯანსაღად, გარდაცვალებას, რადგანაც მთელი ეკლესიის სწავლება აგებული არის სიკვდილის მარადის ხსოვნაზე. წმინდა იოანე სინელი გვასწავლის, რომ სიკვდილზე ფიქრით ეღვიძებდა და იძინებდა ეს რაღაცა შეშფოთებას და შიშს კი არ ნიშნავს, არამედ უბრალოდ რეალისტური მდგომარეობა. და როდესაც ადამიანი ამ შემთხვევაში უკვე ეკლესიიდან გადის ასე დროს, ზოგი ბრძოლები ეწყება, ზოგი აგრესიული ხდება, ზოგი ამბობს, რომ მე ესე ხო კარგად ცხოვრობდი და რატო დამემართა. ეს არის ღმერთთან მიზეშედეგობრივი დამოკიდებულების პრობლემა. ანუ ჩვენ ესე წარმოგვიდგენია, რომ ჩვენ როდესაც ლოცულობთ, მარხულობთ, ვეზიარებით აღსარებას ვამბობთ, ჩვენ არ შეგვეხება დაავადებები, ჩვენ არ შეგვეხება სიკვდილი, განსასწრელი, უსამართლობა, დევნა, შეურაცხყოფა, პირიქით არის და როდესაც ჩვენ ვინათლებით ნათლობაში და შეფუცების ლოცვების და შემდგომაც ისეთი სიტყვები წერია, რომ ჩვენ თანად ავეფლენით მას, ხო, მაცხოვარს და ასევე მის ტანჯვას, მის ტკივილებს. ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ, რომ ეს კომფორტის გზა კი არ არის, არამედ განსასწრების და განსასწრელის ერთ-ერთი სახე არის სამწუხაროდ გარდაცვალება. ჩვენ არ უნდა გავსაჯოთ თავის თავად ესეთი ადამიანები და იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი ეკლესიის ძიახს დაუბრუნდებიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასე დროს მე პირადად არ ვცდილობ ხოლმე, აი, როდესაც თქვა გარდაცვლით უმეტეს ახალგაზრდა თუ ზოგს აი შვილი გარდაეცვლება ზოგს, ბევრი უბედურება ხდება. ასე დროს არ ვცდილობ ახლა პირველივე დღეებში ასე დიდაქტიკური იმით თქვა სიტყვებით გამოვიდე და ხო ნერვიულობ, ხო იცი რომ ის არ მომკვდარა და ანუ რომ ადამიანურად პირველ დღეები ნებისმიერისთვის რთულია. ჩვენ ვიცით სამწუხაროდ მოძღვრები, რომლებსაც შვილები გარდაეცვალათ, მათ რაგან არიცოდნენ და არიციან, მაგრამ მათ უმძიმთ ეს. ყველას უმძიმთ, ყველასთვის ძნელია. და პირველ დღეებში და განსაკუთრებით პირველ პერიოდში აი რაღაცა მათთვის რაღაც ისეთი მოთხოვნების დაყენება არასწორია. თუმცა შემდგომში როცა ადამიანი უკვე ეგუება გარკვეული გაგებით ამ ყველაფერს, მან უნდა მოიკრიბოს ძალები და დაიწყოს ამ ადამიანის თვის ზრუნვა და როგორც უკვე ვახსენეთ, ამ ადამიანისთვის ზრუნვა და საკუთარი სულისთვის ზრუნვა უნდა იყოს ერთი პროცესი, აი არ არსებობს ადამიანი ლოცულობდეს მხოლოდ თავის გარდაცვალების თვითონ იყოს სულიერად ასე ვთქვათ მყიფე და ცივი. მეორე შემთხვევაც იგივე პრობლემა არის, ადამიანი სულიერად არ ცხოვრობდა, შემდეგ ეს არ არის ცუდი, ალბათ შეიძლება უკეთესი მდგომარეობაც არის, დაიწყოს ზრუნვა თავის გარდაცვალზე, მაგრამ ერთგვარი გაგებით რაღაც პერიოდში ეს გაუბრალოვდა, რადგანაც მან ჩათვალა, რომ ყველაფერი გააკეთა. ესეც არის ხოლმე. აი ახალგარდაცვლილი როცა არის ხოლმე, ყოველ შაბათ-კვირას მოდიან, ეზიარებიან კიდეც პანაშვიდები სასაფლაოზე. აი ვიცით ხო ქართული ტრადიციაც იქ მე-9 დღეს გასვლა, 40 დღეს ქრისტიანულიც. წლის თავზე ეს ძალიან აი შემდეგში უკვე თითქოს აღარ არის ეს აუცილებელი და აი მე ყველაფერი გავაკეთე ჩემი მიცვალებულისთვის. შემდეგ არის ხოლმე ძალიან ბევრი შეკითხვები. ეს როგორ გავაკეთო, ისაც წავიღო, ისა დავაქციო, ის როგორ მოვიტანო, სადავდგა, აი ეს თითქოს ჩართულო, მაგრამ მე უკვე ნელდება. რატო? იმიტომ რომ თავის დროზე სწორი მიზნით არ ვაკეთებდით ამას ჩვენ რაღაცა ისევ და ისევ მიზეშედეგობრივი კავშირით. მექანიკურად რა გაგებით და მიზეშედეგობრივი კავშირით, აი როგორც სამწუხაროდ წარმართი ღმერთების საფურება როგორც არის, მე რაღაცა შევწირავ და მის ღმერთის გულს მოვიგებ და ის ცხონზე ესე არ მუშაობს. ქრისტიანობა თავად მაცხოვარემობს წყალობამ ნებავს და არა მსხვერპლი. ასევე ფსალმუნში ამბობს დავით მეფის სიტყვები თუ რა თმინდა ეს ყანები და სათესები და ყველა მინდორველი ჩემი არ არის. ჩვენ როცა ვწირავთ უფალს რაიმეს ჩვენ უფალს კი არ ვასიამოვნებთ ამით. ამით ჩვენ გამოხატავთ ჩვენს მზაობას ჩვენთვის და ჩვენი გარდაცვლილისთვის. ფსალმუნების კითხვა რამდენად მნიშვნელოვანია, ამაზეც ვისაუბროთ, მამა გიორგი. დიახ, ფსალმუნები არის სულიერი ძალიან დიდი ნუგეში, განსაკუთრებით მე-17 კანონი და არის ეკლესიაში ესეთი ტრადიცია, განუწყვეტელი ფსალმუნები, როცა გარდაცვლილი არის ოჯახში, ღამესაც უთმევენ ხოლმე. ნუ დღეს ეს ტრადიცია მთლად ესეთი აქტიური აღარ არის ხოლმე, არა მორწმუნე ოჯახებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან ითვლება, რომ ფაქტობრივად ამ ფსალმუნებით ისეთი სული სიმშვიდე მოდის ახლობლებისთვისაც და მიცვალებულებსაც შევეწევით. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი 40 დღის განმავლობაში
მუდმივად წირვაზე მოხსენება მათი სანამ საბოლოო სამკვიდრებელი იქნება მათი სულისა, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და ასევე რა თქმა უნდა მათ სახელზე წირვის დაყენებაც ეგრეთ წოდებული შეკვეთილი წირვა არის ასევე ძალიან სასარგებლო და მამა გაბრიელის სიტყვებს დავესესხები რომ წირვა ისეთი მადლია რომ ადამიანს რომ შეეძლოს და უბრალოდ ხვდებოდეს ეს რა არის მტვერს აიღებდაო ტაძრის ასე ვთქვათ შიდა ნაწილი და მტვერს აიღებდა სახეზე წაისვავდაო და ამით გაიწმინდავდა სახესო იმდენად დიდი მადლიაო და ეს არის ევქარისტიული ერთობა მიცვალებულისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათი მოხსენება წირვაში. მამა გიორგი, აი მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, ის წესები, რაც დიდ მარხვაში უნდა გავითვალისწინოთ, ზოგადად მთელი წლის განმავლობაში იქნება ეს მარხვა ხსნილი, რამდენად სწორად ესმით და სწორად აღქმადი შეიძლება იყოს მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს და მოზარდებს, რომ შემდეგ თავადაც სწორად გააგრძელონ ის საქმე და ის პროცესი, რასაც დასრულების შემთხვევაში ვსაუბრობთ ხომ ახლა? ხო, ну, მე ვფიქრობ, რომ აი მაქსიმალურად ნაკლებად უნდა გავაკეთოთ აპელირება წესებზე, ამიტომ რომ წესი ყოველთვის თუმეტეს ახალგაზრდა ადამიანისთვის ასოცირდება რაღაც შეზღუდვასთან, რაღაც სასჯელთან შეიძლება რაღაც გარკვეული გაგებით ადამიანი თქოს ლიმიტირდება. ამიტომ აქ წესები როცა შემოდის, წესი უფრო დავარქვათ, მოდი დღის წესრიგი იცვლება, მაგალითად სხვანაირი მსახურება, ხო, ალილუიას მსახურება, ღმერთი უფალი მსახურების მაგივრად, ცოტა გრძელი მსახურებები, ანუ წირვა, ხო, თქვათ ბასილედის წირვა. და ეს ყველაფერი ისე უნდა აუხსნათ, რომ მისთვის გასაგები გახდეს, არა ისე რომ ეს წესიად უნდა გააკეთო, არამედ რა დგას ამ ყველაფერს უკან. ანუ ჩვენ იმიტომ კი არ ლოცულობ დიდხანს რომ რაღაცა ესე ადამურჩა, არამედ ამ გზით უფრო მეტად ვემსახურებით საკუთარი სულის განწმენდას, უფრო მეტად ვიხსენიებთ ადამიანებს და მათ შორის მიცვალებულებს. ანუ გარკვეულად ბუნებრივად უნდა მოხდეს მოზარდისთვის, მithumetes ეს პროცესი. რომ გახდეს მის. კი და მე ასევე, როდესაც აი მარხვაზე მიდგება საქმე, ვცდილობ ხოლმე რომ ასაკი გავითვალისწინო ჯანმრთელობა, ზოგი სპორტზე დადის, ზოგი ასე შემდეგ. ანუ მარხვაც მოზარდის შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალურად გათვალისწინებული ნიუანსებით. ზოგს რძის ნაწარმოზე ჭირდება კურთხევა, ზოგს რაღაც სერიოზული დეფიციტი ადგილ შეიძლება ხორციც გახდეს მისთვის საჭირო პატარებზეა საუბარი. და აქაც მაქსიმალურად რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს გადამეტებულ ფორმებში ეს შეღავათები, მაგრამ განსაკუთრებით მოზარდმა უნდა იგრძნოს რომ ის რაღაც მარწუხებში კი არ მოვაქციეთ, რომ აქედან არ გაიქცეს. არამედ მას თავად კონდეს სურვილი ეკლესიაში სიარულის და ჩვენთან ურთიერთობის. სულიერად იმარხულოს, ხო, რაც? რა თქმა უნდა, სულიერადაც, ფიზიკურადაც, გონებრივადაც და ყველანაირად. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის მამ გიორგი, სანამ ადამიანის სული დატოვებს, ასე ვთქვათ, ხომ თუ ავადობს და სარეცელზეა უკვე მიჯაჭვული და ასე შემდეგ. ზოგჯერ არის ხოლმე რომ ოჯახის წევრი ცდილობს თითქოს ზოგი რომ აზიაროს, მაგრამ ზოგიც თავს იკავებს, რომ ამით არ შეაშინოს ადამიანი, რომელიც ავადობს და არ ვიფიქროს, რომ უკვე დადგა მისი აღსასრულის დღე და ასე არ აგრძნობინოს თავი. რამდენად მნიშვნელოვანია თავად ეს მომენტი, რომ სანამ სული დატოვებს ხორცს, მანამდე რომ ეზიაროს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის და პირდაპირ ეკლესიის ტრადიცია გვასწავლის, რომ რა თქმა უნდა სიკვდილის წინ აღსარება და ზიარება ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ფუფუნება ფაქტობრივად, აი ადამიანი ძალიან მადლიერი უნდა იყოს ღვთისა თუ ამის საშუალება მიეცა, რადგანაც ჩვენთვის თუ არსებობს მყისიერი გარდაცვალება, როდესაც ჩვენ საერთოდ ვერც ვიაზრებთ, რომ ეს ხდება. მეორე მხრივ, ის რატომაც არის ხოლმე ესე აღქმული, რომ მამაო მომიყვანეს და ესე იგი უკვდები, ისევ და ისევ ასეთ შემთხვევებში მეც ვქონია ხშირად, მე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ესეთი ცოტა წინასწარ ვთხოვო ხოლმე, სანამ ეს ძალიან ბოლო მდგომარეობაში იქნება, რომ ადამიანს გარკვეული გაგებით აი თითქოს გაცნობითი ხასიათი მივცე, ანუ მამაო იმიტომ კი არა მოვედი რომ რაღაც უბრალოდ მოვემზადოთ იმისთვის რომ დაუშვათ რაღაცა თუ გართულდება ღვთის იმედად ვიყოთ ან უბრალოდ გუგლზე მოგვეშვას და ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება ხა აღსარება ადამიანს 60-70 წელი არ უთქვამს და პირველად ამბობს ის სულდათ არის ამ ყველაფერზე ნერვიულობს, დარდობს, ყველაფერი ახსენდება, ზოგს პირიქით მეხსიერება საერთოდ ებლოკება და
ასე დროს ელემენტარული შვება არის აღსანება და ჯერ ამაზე უმახვილებ ყურადღებას და ასევე იმ დიდ მადლზე, რომელიც მაცხოვრის ხორცსა და სისხლის მიიღებას თანახმობს. მეორე მხრივ, თუ ესეთი პანიკური ხასიათის შიში აქვს მოძღვარს და ინახავს, ეს ისე და ისე მეტყველებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მისთვის იყო მოძღვარი როგორც რაღაცა სიკვდილის წინა რიტუალი. აი წარმოიდგინეთ ბოროტი ძალა როგორ გვაცდუნებს ჩვენ რომ რამდენისგან მსმენია რომ მე სიკვდილის წინ მოვინანიებ. სიკვდილის წინ ვიტყვი აღსარება, სიკვდილის წინ ვეზიარებ. და დგება სიკვდილის წინა მომენტი და ან საერთოდ ესეთი ადამიანი თუ მანამდე ამის არ ემზადება, ვერც კი ხვდება, ისე მოდის ეს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში და ყველაზე ოდნავ უკეთეს შემთხვევაში ადამიანი ხედავს მოძღვარს და ის ფიქრობს, რომ ის უნდა გარდაიცვალოს. ანუ ადამიანისთვის, აი რამხელა ნონსენსია, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანისთვის მარადიული სიცოცხლის წყარო, ქრისტეს თქვენ ხო გვაქვს, ვინც ამ წყაროსგან, ესე იგი, შეჭამს, ვის არ მოკვდება, როდესაც დედაკაც ეუბნება და შემდგომში უკეთ პირდაპირ ამბობს, ხო, უკეთ თუ სჭამოთ ხორცი და სვაც სისხლი. ესეთ რამეს ამბობს, რომ ესე იგი, თუ ადამიანი ვამბობთ ჩვენ, რომ ამ სიცოცხლის წყაროს მივიღებთ და ეს არის ჩვენი სიკვდილთან კავშირი, ანუ სიცოცხლის წყაროთი ჩვენ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ გარდავიცვლებით. აი, ცოტა შეუსაბამოა, ამიტომ ადამიანი თავიდანვე უნდა ემზადებოდეს გარდაცვალებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის, მამა გიორგი, დაგემშვიდობებით. სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის ღვთისმსახურის სამხედრო მოძღვარი დეკანოზი გიორგი ბერაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.